მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. გასული 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიზანია კიდევ უფრო მეტად განავითაროს დაკავშირებადობის პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებითაც. აზერბაიჯანი და საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა. დღეს ჩვენი ქვეყნების სანდო პარტნიორები არიან და არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონული სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის, განაცხადა ალი ასადოვმა. ფაქტი ერთია, რომ გერმანიის ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, რომ ამას გადაიაზრებს და გაანალიზებს გერმანიის ხელისუფლება. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საინტერესოა თავად გერმანიის ხელისუფლება როგორ ხედავს საქართველოში პეტერ ფიშერის საქმიანობას. ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ, რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ეს ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებზე გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვა, საქართველოს ხელისუფლება ღია იქნება მასთან თანამშრომლობისთვის. არ ვიცი, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას გერმანიის ხელისუფლება, თუმცა როდესაც ახალი ელჩი ჩამოვა, ჩვენ რა თქმა უნდა ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის, განაცხადა კობახიძე. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადება გააუცალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმედია სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. იცით, რომ იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და მინდა ყველა შესაბამის ევროკავშირის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ორმხრივად მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ვნახოთ, თუ მოხერხდება ევროკავშირის მასშტაბით პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება ორმხრივი საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის, განაცხადა კობახიძემ. საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკმაოდ კარგი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მაღალი დონის შეხვედრები ბიძგს აძლევს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას. მომავალ წელს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორის კომისიის მორიგის შეხვედრა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება შემდგომი თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიცირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკმაოდ კარგი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 1 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ მადლობას გადავუხდიდით ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყოველთვის მადლობას ვუხდიდით. აქ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს, მაგრამ სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს მადლობებს რომ ვუხდით. ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა უკვე რეალობაა. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ახლა უკვე შესაძლებელია, რომ მომავალი ახალი პრიზმიდან იქნას დანახული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჯანდაცვის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახების შედეგები მოიტანა როგორც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, ისე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ბაშაყმაძესა და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შორის გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაშაყმაძე შეეხო ქართულ ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივას და ხაზი გაუსვა, რომ ამ მეგობრობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის. მან ხაზი გაუსვა ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელების თბილ და განსაკუთრებულ განწყობას საქართველოსა და ქართველების მიმართ. ყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია. ახლა უკვე მიმდინარეობს შავი ზღვის შელფის დეტალური ტექნიკური კვლევა. ამის შემდგომ პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიამ ასევე უპასუხა შეკითხვას კულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ქარხანაში შევიდა თუ არა რუსული საწვავი და ასევე დასძინა, რომ არ ჰქონია რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვქონდეს საქმე. ასევე ნარმანიამ საუბრა აბრეშუმის გზის ფორუმზე და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ხვდებიან სხვადასხვა დელეგაციას უხსნიან საინვესტიციო შესაძლებლობებს ენერგეტიკის სფეროში. როგორც ნარმანიამ განაცხადა, სწორედ აღნიშნული ფორუმის შედეგია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით უცხოური ინვესტიციები ხორციელდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს წარუდგენ. განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. შეკითხვაზე თუ რატომ დაკარგა თავდაცვის მინისტრმა მისი ნდობა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ პირველ რიგში ამის მიზეზი ტყუილი იყო. მინისტრის ცნობით პრეზიდენტთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის რამდენიმე კანდიდატი განიხილა. თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დროებით ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი შეასრულებს. რუსეთი ვერ ხედავს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის, თუმცა პროცესი მარტივი არ არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ანკორიჩი პრეზიდენტების მიერ განსაზღვრული პარამეტრები, ეს ჩარჩოები კონკრეტული დეტალებით იყოს დაზუსტებული. ეს რთული პროცესია, უნდა ვაღიაროთ, მაგრამ დიპლომატები სწორედ ამისთვის არიან, რომ ამ საკითხებზე იმუშაონ, განაცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მზადებას რუსეთისა და შტატების პრეზიდენტების შესაძლო სამიტისთვის, თუმცა მიაჩნია, რომ ყურადღება უპირველეს ყოვლისა მის შინაარსზე უნდა იყოს გამახვილებული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების 324 მილიარდი გრივნით გაზრდას ითვალისწინებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ცვლილებები უკვე დაამტკიცა. უკრაინის თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალის განმარტებით რესურსი დაფარავს წლევანდელ პრიორიტეტულ საჭიროებებს. მათ შორის 156 მილიარდ გრივნაზე მეტი გამოიყოფა სამხედრო პერსონალისთვის ფულადი დახმარებისა და დამატებითი ანაზღაურებისთვის. 108 მილიარდ გრივნამდე დაიხარჯება სამხედრო ქვედანაყოფების ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის, კერძოდ დრონების შეძენაზე, თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გამოყოფილი რესურსი ასევე დააფინანსებს სამხედროებისა და მათი ოჯახების მიმართ სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების შესრულებას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელში ორდღიანი ვიზიტით ჩავა. ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ისრაელ ოფიციალურ პირებთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წარმატებით განხორციელების საკითხებს განიხილავს. შეგახსენებთ, ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩავიდა. ის ასევე იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.